დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ვიდრე დავიწყებთ საკითხების განხილვას, გადაწყვეტილებების მიღებას მინდა რამდენიმე საკითხს შევეხო. პირველი დავიწყებ იქედან, რომ ბევრჯერ გვისაუბრია, ბევრჯერ მithქვამს და ყველასთვის ცხადია ის, რომ ბიუჯეტში განსაკუთრებული ადგილი უკავია ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებებს. გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლითაც ვეხმარებით იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენი თანადგომა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის, ჯერ კიდევ რჩებიან ადამიანები, ოჯახები, ვისაც ჭირდება ჩვენი თანადგომა. მე ბევრჯერ მithქვამს მთავრობის ცნობაზეც, ისედაც, რომ არავის არ დავტოვებთ პრობლემების პირისპირ, ყველას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმარებით, გვერდით დაუდგებით და ამ დამოკიდებულებაზე მეტყველებს თუნდაც 2026 წლის ბიუჯეტი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი სახით არის წარმოდგენილი ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით არსებული პროგრამები. როგორც იცით, 4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თბილისის მერია ამ ვერაქსენთან ბრძოლაში მუდმივად დგას იმ ადამიანების გვერდით, ვისაც ჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. სიმსივნური დაავადების, როგორც სკრინინგული, ასევე მკურნალობისთვის აუცილებელ არაერთ პროგრამას ვახორციელებთ და რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება მომავალშიც. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით ადმინისტრირებას უწევს დაავადებათა სკრინინგის, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის და ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამებს, ასევე სამედიცინო საჭიროებების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ონკოპაციენტების სხვადასხვა მოთხოვნებს აფინანსებს. დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით სრულად ფინანსდება ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და კოლორექტული კიბოს სკრინინგისა და პროსტატისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტები. პროგრამის მიზანია დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა, კიბოს საწყის სტადიაზე გამოვლენა და ონკოდაავადებებით გამოწვეული ლეტალობის რიცხვის შემცირება. 2025 წელს დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში 150,367 შემთხვევა დაფინანსდა. აქედან ძალიან დიდი ნაწილი 142,203 თბილისის მერიის ეროვნულ სკრინინგ ცენტრზე მოდის. მე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია სიახლესთან დაკავშირებით ჩვენ უახლოეს მომავალში დაავადებათა სკრინინგის პროგრამის მე-6 სახის კვლევა ფილტვის კიბოს სკრინინგი დაემატება, რაც ასევე სრულად იქნება დაფინანსებული. მე მქონდა საუბარი სამსახურის ხელმძღვანელთან და აღნიშნული პროგრამა 1 მაისიდან ჩაეშვება და უკვე შევძლებთ ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ასევე პატარა ციფრები გითხრათ, პატარა სტატისტიკა. ძვლის ტვინის გადანერგვის პროგრამის ფარგლებში 2025 წელს 100-მდე შემთხვევა დაფინანსდა, რისთვისაც საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში დაახლოებით 7,700,000 ლარი გადაირიცხა. თბილისის მერიამ ერთ პაციენტის დასაფინანსებლად 10-დან 235,000 ლარამდე თანხას გამოყოფს. 2025 წელს ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტებით 347 მოქალაქეს დაუფინანსდა. ერთი მოქალაქის მიერ მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად მერიის მიერ მინიმუმ 24,750 და მაქსიმუმ 70,110 ლარი გაიცემა. თბილისის მერიის აღნიშნული პროგრამის მიზანი, როგორც გითხარით, მოქალაქეთა სიცოცხლის გადარჩენა, გახანგრძლივება და მათი ფინანსური ტვირთის შემსუბუქება. თქვენ იცით, რომ ძალიან ძვირად ღირებული მედიკამენტებია და ადამიანებს არ აქვს შესაძლებლობა აღნიშნული თანხები მიმართოს შესაბამისი წამლების შესაძენად. ამიტომ ჩვენ ამ პროგრამებით გვერდით უდგავართ იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს,
ვისაც აქვს ამის საჭიროება. მინდა ასევე გითხრათ, რომ 2026 წლის ბიუჯეტი ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით 46.122.590 ლარი იქნება. პირველ რიგში ყველას მინდა ჯანმრთელობა გისურვოთ, ჯანმრთელობაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი არაფერია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში იცოდეთ, რომ მუნიციპალიტეტი დედაქალაქის მერია ყველანაირად გვერდით დაგიდგებათ და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი დედაქალაქის მაცხოვრებელი იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი. მინდა ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხო, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების ჩაუბარებლობას ეხება. მიუხედავად იმისა, რამდენი იქნება ჯარიმა გავსდით თუ შევამცირებთ მის ოდენობას, ამა თუ იმ სამართალდარღვევაზე ამ მექანიზმს ვერ ექნება პრევენციული ხასიათი თუ პროცესი არ მივიდა ბოლომდე. სამწუხაროდ პრაქტიკაში გამოიკვეთა სხვადასხვა გარემოება, აი მაგალითად მე რამდენიმე მთავრობის ნომის წინ ვისაუბრე აღნიშნულთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც ხდება ჯარიმის გამოწერა, ხშირია შემთხვევა, რომ სამართალდამრღვევი აღნიშნულ ჯარიმას მიზანმიმართულად არ იბარებს და რა თქმა უნდა ჭირს შესაბამისად აღსრულებაც. ჩვენ საქართველოს პარლამენტს ვიმართეთ საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ წევრს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია მათი თანამშრომლობა. აქედან გამომდინარე შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც თუ პირი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს დადგენილი წესით, ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და მისი გამოქვეყნებიდან 21 დღეს ეს გადაწყვეტილება ჩაითვლება ჩაბარებულად. აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტმა ხარი დაუჭირა. კიდევ ერთხელ მადლობა. დღევანდელ სხდომაზე მივიღებთ კონკრეტულ წესს, რაც გადაეგზავნება თბილისის საკრებულოს შემდეგ უკვე დასამტკიცებლად. აღნიშნული წესის მიხედვით ადმინისტრაციული წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება პირველ რიგში რა თქმა უნდა გაეგზავნება საჩივრის ავტორს. საჩივარში მითითებულ მისამართზე იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილება ვერ ჩაბარდა ავტორს, ის უკვე გამოქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდზე decisions.tbilisi.gov.j. აღნიშნული გადაწყვეტილება ჩაბარებულად და შესაბამისად გაცნობილად მიიჩნევა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 21 დღეს. ვფიქრობთ, აღნიშნული პროცესი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს კანონის სრულყოფილად აღსრულებას და არაკეთილსინდისიერი დამრღვევების მიმართ იქნება პრევენციული ხასიათის მატარებელი. ჩვენ რა თქმა უნდა არავის დაჯარიმება არ გვიხარია და არავის დაჯარიმების სურვილი არ გვაქვს. თავარია კანონს დავემორჩილოთ, თუმცა თუ იქნება ისეთი ფაქტები, კანონ დარღვევის ფაქტები, რა თქმა უნდა, ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და კანონის შესაბამისად. აქვე მინდა გავამახვილო ყურადღება მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე, რეკრეაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა აღნიშნული მიმართულებით, დაგეგმილი გვაქვს ასევე მსხვილი საინტერესო პროექტები ჩვენი ქალაქისთვის, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცეები არსებობდეს, რეკრეაციული არეალები ჩვენი ქალაქისთვის. დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია გლდანის რაიონის გამგეობა ახორციელებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეკრეაციული პროექტს, რომელიც ესე იგი მესამე მიკრორაიონის ნომერ მესამე B კორპუსის მიმდებარე ტერიტორიას ეხება. სამუშაოები უკვე დაწყებულია. დაახლოებით 3000 კვადრატული მეტრი არის აღნიშნული ტერიტორია, სადაც მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, დამონტაჟდება გარეგანათებისა და სარწყავის სისტემები, ჩატარდება გამწვანების შესაბამისი სამუშაოები.
ახალი ხემსცენარეები დაირგვება, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, დაახლოებით 400.000-მდე ლარი დაიხარჯება ამ კონკრეტულ პროექტზე. აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე არსებობდა უკანონო შემოღობები, რომლის დემონტაჟი განხორციელდა. მე მინდა ადგილობრივ მოსახლეობას პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო თანამშრომლობისთვის, რადგან უშუალოდ მათი ჩართულობით და თანამონაწილეობით მოხდა აღნიშნული სივრცეების გამონთავისუფლება და რა თქმა უნდა ისევ თქვენ გამოიყენებთ ამ ტერიტორიას, იქნება ყველანაირად კეთილმოწყობილი, გალამაზებული, თქვენი შვილები შეძლებენ დასვენებას, გართობას თქვენს, რა თქმა უნდა, და ძალიან მისასალმებელია ეს დამოკიდებულება. ზოგადად უდიდეს პრობლემას წარმოადგენს კონკრეტულ უბნებში არსებული უსახური ფარეხები, უკანონო შემოღობები და ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ იმისთვის, რომ მოხდეს ამ სივრცეების გამონთავისუფლება, უსახური ფარეხების დემონტაჟი, რადგან აღნიშნული ტერიტორიები შეიძლება გამოყენებული იქნეს ძალიან კარგი სტადიონების მოსაწყობად, იგივე სკვერების, პარკების მოსაწყობად, რომელსაც ისევ თქვენი შვილები და შვილიშვილები გამოიყენებს. ეს იყო მეგობრებო, რის თქმაც მინდოდა, ახლა შეგვიძლია უკვე გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე და გადაწყვეტილებების მიღებას. მადლობა.